დღეს რა გვაქვს სახეზე? გვაქვს ის, რომ ზარალი რო დადგება, ექსპერტი მიდის ვენახში, ხელით, თვალით აფასებს დაზიანების ხარისხს, რაოდენობას და თუ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ადამიანი, ანუ ფიზიკური ექსპერტის მიერ შეფასებული იყოს ძალიან სუბიექტური, მიკერძოებული რომელიმე მეურნეობის მიმართ. მაშინ, როდესაც სატელიტურ სურათებს, დრონით გადაღებულ სურათებს თუ შეაფასებს ხელოვნური ინტელექტი, ის ობიექტურ რაღაც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დასკვნას გამოიტანს. ანუ საქართველოში ეს ჯერ არა გვაქვს. ანუ შენ როგორ უყურებ აი მსგავსი რაღაცის დანერგვას? ჩემი აზრით, დღეს მეურნეობები საქართველოში ამისთვის მზად არ არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათ ნდობა უფრო აქვთ, აი ესე ვთქვათ, წონიანი ექსპერტის მიმართ და მათ რა თქმა უნდა ნდობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რომელიც რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა, არ აქვთ. მაგრამ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ამ შემთხვევაში უფრო კარგად იმუშაოს. სადაზღვევო კომპანიები რას ფიქრობთ აქ? არ გეგმავთ, რომ ჩართოთ საქმეში ხელოვნური ინტელექტი? დაზღვევა ემოციებთან არის დაკავშირებული და საკმარისი არ არის მხოლოდ ზარალი აანაზღაურო მაგ დროს საჭიროა, რომ ემოციურად გვერდით იდგე, ფერმერის გვერდით იდგე ესეთ მსგავსი შემთხვევის დროს და ამიტომ დაზღვევა არსებობს არა მარტო იმიტომ, რომ ზარალი აანაზღაუროს, არამედ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს ზარალის რო არ მოხდეს პრევენციაში, ანუ მოგცეს რჩევები, როგორ ავირიდოთ თავიდან. სადაზღვევო შემთხვევა. აი, მოგვეცი ჩვენ დღეს რჩევები.